რასაპირებ? რასთან დაკავშირებით? უკვე მოსაღამოვდა საცახვა. Çok mu kötü ayrıldın evden? მართლა ასე იჭხუბეთ? Ne yapacaksın? ახლა რასაპირებ? სახლში დაბრუნება მართლა არ გინდა? სახლიდან გასართობა და სასეირნოდ ნამდვილად არ წამოვსულვარ. რასაც მიპირებდნენ, იმის გასაპროტესტებლად გამოვიქეცი. ქუჩაში რა უნდა ქნა? არ ვიცი რას ვიზამ. მაგრამ სახლში დაბრუნება არ მინდა. Ya მე კი ben de işe ჩემ მშობლებს უსაქმრად მივაჩნივარ. Yani ჩემი ოცნება არავის აღელვებს. ასე რომ პრობლემები მარტო შენ როდი გაქვს? ახალგაზრდობის უმეტესობა ჩვენ დღეშია. მაგრამ შენ ბიჭი ხარ. სახლში როცა გინდა მაშინ დაბრუნდები. მიხვალ და ცხოვრებას ძველებურად გააგრძელებ. ჩემ შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. სახლში წადი. მე კი რამეს მოვიფიქრებ. gel. კარგი, ვიცი ამაღამ სად უნდა დავჭეთ. Bu yakınlarda bir ჩემ მეგობარს ერთი ცარიელი სახლი აქვს. ღამე იქ გავატარო და დილას რამეს მოვიფიქრებთ. Selamünaleyküm dayı. გამარჯობა ვიზა ჩემო. გაგიმარჯოს. რა გნებავს? Ben Helin Hanım'ın arkadaşı. მე ქალბატონი ჰელინის მეგობარი ვარ. ელია საუჯი. მითხრა რომ როცა მოგესურვება, აქ მაშინ მოდიო. მე და ჩემ მეგობარს ღამის გასათევი არ გვაქვს. მოითმინე. ვერ დაბრუნდებოდი. არ მინდოდა ეს მშვენიერი დღე ჩხუბით დასრულებულიყო. ნუ თუ უფლება არ მაქვს ერთი დღე ჩემ გემოზე გავატარო. ალო. დაღამშვიდობისა. სადულახი ვარ. მუდანიას სახლის დარაჯი. შეგიძლიათ ქალბატონ ჰელინს დამაკავშიროთ? ქალბატონო ჰელინ, სადულახი რეკავს მუდანიის სახლიდან. დამაკავშირეთ. დიახ, ახლავე. რა ხდება სადულახ? ქალბატონო ჰელინ, ერთი ახალგაზრდა მოვიდა სახელად ელია საუჯი. თუმართან ერთად. არ დარჩენა უნდა. ილია საუჯი, მანდარის? დიახ. კარგი, შეუშვი და დააბინავე. სათანადოდ მიხედე. გაუმასპინძლდი და სასტუმრო ოთახი მომზადე, კარგი? უარი არაფერზე უთხრა. როგორც მიბრძანეთ ქალბატონო. გმადლობ. კიდევ არ მომზადებულ ხარ? და გვაგვიანდება, უკვე ყველა წავიდა. მე არ წამოვალ. გუშინდელმა დღემ ძალიან დამხალა. დიდხანს ვახშმობას არავინ გაძალებს. დავიდეთ, უცებ წავიხემსო და ეგ იქნება. გამოდი. გზად მშობლებთან მინდოდა შემევლა. დიდი ხანია მამას ახალი იახტის ესკიზების ჩვენება უნდა. რა ხდება ჰელინ? კერძოდ? რას გულისხმობ? ჩვენ ცხოვრებაში ილია საუჯი გამოჩნდა. დილას ახალი მოტოციკლი გაუგზავნე. ახლა კი როგორც ვხვდები, შენი სახლიც დაუთმე. არაფრის თქმა არ გინდა? რა უნდა გითხრა? ილიას მხარს ვუჭერ. როგორც კარგ სპორტსმენს, მალე ყველა დაინახავს, რომ დახმარება მართლა სჭირდებოდა. კარგი ჰელინ. მშობლები მომიკითხე. დიდი პატივისცემით. სიმალ, გარეშე დარეკე და უთხარი ჩემი მანქანა გამოიყვანონ. ესე იგი გინდა რომ მოტოციკლისთვის პირადად გადამიხადო, მადლობა. გეგონა იმ სახლში ვიცხოვრებდი? სულელი.
Hazırda bunlar var. მზად მხოლოდ ეს გვაქვს, თუმცა შემიძლია მაკარონი მოგიხარშოთ. Yok dayı sağ ol. არა ბიძა ჩემო, გმადლობთ. ესეც გვეყოფა. ძალიან დაგვალეთ. Yukarıda odalar. თქვენი ოთახი ზემოთ არის. თუ რამეში დაგჭირდეთ, დამიძახით. ქვემოთ ვიქნები. Diyofondan haber verin. Ben aşağıda. Kargi? Sağ olasın. გმადლობ. Şömine başında yiyelim. მოდი ბუხართან ვიმახშმოთ. კარგი. Güzelmiş. გემრიელია. Soğuk. თანაც ცივია. Açayım mı seni? არ გაგიხსნა? Ya da sana da... თუ გინდა მაცივრიდან კოკაკოლას მოგიტან. Yok canım ben არა, birayı ლოდს tek- დავლევ. Rahatladım. ცოტა სხელავდი. Gerilmişim. ახლა კი დავწყნარდი. Normal. ეს ბუნებრივიცაა. İnsan her... სახლიდან გაქცევა ყოველდღე ხომ არ გიწევს. Sıcak biraz. აღელდებოდი, რა თქმა უნდა.